რადგან ყვინით დამარო ადამიანი დააკავეს, რატო უნდა გადმოვიდეს გზიდან? საპოლიციო ძალებმა ასე აიძულეს ქალები გაეხსნათ რუსთაველის გამზირი, რომელიც პროტესტის მონაწილეებმა აღდგომის ღამეს აქციაზე დაკავებული გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის სოლიდარობის გამოსახატავად გადაკეტეს. პოლიციელებმა დემონსტრანტებს გამზირი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პარალელურად ორი მოქალაქე დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე დააკავეს. დაკავების მომენტში ორივე მოქალაქე საფეხმავლო გზაზე იდგა. პარლამენტის მიმდებარედ საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც საპატრულო პოლიციის, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. დავით გუნაშვილის დაკავების პროცესში პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა ქალზე ერთ-ერთმა პოლიციელმა ფიზიკურად იძალა და პროტესტის მონაწილე ქალს თმა მოკარჩა. მოგვიანებით გაირკვა მოძალადე პოლიციელის სახელი. ის რონი მესხია, თუმცა ის ერთადერთი არ იყო, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეებზე იძალა. აქტივისტი ხატია მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციელმა გიორგი ოთარაშვილმა მას სახეში ხელი გაარტყა. აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობასა და დავით გუნაშვილის დაკავებაში ასევე მონაწილეობდა არა პოლიციის, არამედ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი. აქტივისტებმა მოგვიანებით მისი იდენტიფიცირება შეძლეს. მათი ინფორმაციით რეზო ჯინჭარაძე რეჟიმის პატიმრის საბას ხვიტარიძის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის ძმა. მუშაობს თუ არა ის პოლიციაში, ან რატომ არ ატარებდა პოლიციის ფორმას, ამასთან დაკავშირებით რეზო ჯინჭარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა. ვის საფუძველზე დააკავეთ ადამიანი და რატომ არ გაცვიათ ფორმა? ფორმა რატომ არ გაცვიათ? უკაცრავად. ფორმა რატომ არ გაცვიათ? რატომ არ გაცვიათ პოლიციელს? მოქმედი პოლიციელი ხარ? მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ზებრა გადასასვლელზე მოძრაობით განაგრძეს. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქაც ძალის გამოყენებით შეძლეს მათი საფეხმავლო გზაზე გადაყვანა. გადროსაც კიდევ ერთი მოქალაქე ლაშად გებუაძე დააკავეს. აქციას სახელწოდებით მათი შიში ჩვენი ძალა მოქალაქეებმა აღდგომის ღამეს დაკავებული გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის მხარდასაჭერად დაგეგმეს. გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე აღდგომის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარზე დგომის დროს დააკავეს. თვითმხილველები ხვევიან, რომ ორთოიძემ პოლიციელებს აღდგომა ტრადიციული სიტყვებით ქრისტე აღდგა მიულოცა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ორივე დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ. ამასთან ერთ-ერთ მათგანს გიორგი ორთოიძეს გზის გადაკეტვასაც ედავებიან. ისინი ამ დრომდე დიღმის იზოლატორში რჩებიან. დღეს გიორგი ორთოიძისგან და მის ნაირებისგან იცავს უამრავი ვითომ სამართალდამცველი, ვითომ სახელმწიფოს. იცავს ერთ გამზირს 2 საათიანი გადაკეტვისგან და ამისთვის გვიჭერს. და ეს არის ვიღაცეებისთვის სამართალი და ძლიერი სახელმწიფოს გამოვლინება. გულწრფელად ვწუხვა, რომ ვერც კი წარმოგიდგენიათ ადამიანები ასეთი თავდადებით ვემსახურებოდეთ იმას, რისიც გვჯერა. ამიტომ გეგონოთ, რომ ჩვენ რამე პირადი ინტერესი გვამოძრავებს. ედავებიან დაუმორჩილებლობას 173 მუხს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის და 174 პრიმა მუხს, რაც გულისხმობს გზის ხელოვნურად გადაკეტვას, რასაც ადგილი არ ქონია ამ შემთხვევაში. ფიქრობ, რომ ეს არის მაგალითად ერთ-ერთი გამიზნულად მიმართული ქმედება იმისთვის, რომ მოქალაქეები დააშინონ, რომ აღდგომის ღამესაც არ ელოდებიან ადამიანების დაჭერას, თუმცა მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ესე მოიქცა და გონიათ, რომ ამით შეიძლება მიშა დააშინონ, მაგრამ ნამდვილად თუ არის შესაძლებელი, რომ კიდევ უფრო იმაზე აქტიური გახდეს, ვიდრე აქამდე იყო დარწმუნებული ვარ, ნამდვილად კიდევ უფრო აქტიური გახდება. ივანიშვილის პოლიცია მრავალჯერ ნაცად პრაქტიკას უკვე მეორე დღე აიყენებს და აქციის მონაწილეებს უმიზეზოდ აკავებს. დღეს აქციაზე დაკავებულებიდან 2 დავით გუნაშვილი და ლაშად გებუაძე დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს. მესამე მათგანი ლევან ზაზაძე კი ზაჰისის იზოლატორში. სამივე მათგანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173 მუხს ედავებიან, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.